და იმაზე ვილაპარაკოთ, გითხრათ, ესე იგი რა მოხდა გუშინ და რა არის ეს კითხვები. გუშინ რაც მოხდა, ზოგიერთი მხარეს არის ესე იგი მიზანმიმართული პოლიტიკური შურისძიება. მე ასე ამბობია, რომ პოლიტიკა აქტიურია, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იყო ბიუროკრატიული შურისძიება. ბიუროკრატიული შურისძიება კონკრეტულად დასწრებული აგრარული უნივერსიტეტის და რატომ? სწორედ იმის გამო და ეს ისიც არის ჩემი რაც არის რომ წლების განმავლობაში ჩვენ ყველანი ვიღავით წყნარად იმის მიმართ, რომ ბიუროკრატიზაცია ბანკების სისტემის არის მისაღები პროდუქტიულობის გადალახავთ. როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, დღევანდელ ხელისუფლებამ და კარგი ინსტრუმენტი მიიღო სინახელის კვლევისაგან, რომელიც გამოიყენა გადასარევად ან გამოვიდა ესე, რომ ეს გახდა რეპრესიის იარაღი. ამ ნამდვილად პროფესიით იქ ადმინისტრაციის სამსახურში და ავტორიზაციების ბევრი არაფერი შეცვლა იმის მერე. სინახელის კვლევის შემდეგ ის დაჟე ზუსტად ისეთივე როგორც იყო. არაფერი იგივე წესებით მოთამაშეებს რა თქმა უნდა ახალ ხელისუფლებას წესებიც კი არ შეუცვლია, ანუ იგივე წესებით როდენებს დღეს მოხდა დასკვნის მიღება და ავტორიზაციის გაუქმების ეს იყო კაიხნის მიღებული წესები. და შესაბამისად ჩვენ ვითარებდა, როდესაც ეს იგი არა განსხვავებული და გადავადებული მოქმედებით, ფაქტობრივად საკუთარ თავს შეუქმნებით და დავდებით დამჯელი ინსტრუმენტის და ინსტიტუტის წინაშე. ეხლა ამას რატო ვამბობ? მართალია იყო, როდესაც ამბობდა, რომ პრობლემა არის იმაში, თუ ჩვენ როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს და ამ ბოლოს ძალიან პოპულარული გახდა თქმა, რომ ჩვენად ორი ერი. ეს არის ერთი ისტორია ამ გამოთქმის არის ფორმაშლება პოსტსაბჭოთა გერმანიის ერთ-ერთი ავტორის, რომელსაც თქვა დაწერა წიგნი ორი ერი, რაღაცა ის ამბობდა, რომ დასავლეთ გერმანელი და აღმოსავლეთ გერმანელები რამდენიმე იქიდან ისინი სხვადასხვანაირ და სხვადასხვა კულტურაში და სხვადასხვა სისტემაში არის აღწევები, ჩვენ მეღეთ ქვეყანაში არის ერთი ერი, რომელსაც ლაპარაკობთ ერთ ენაზე და აქტიურობენ რამე ორი. რაღაცა აზრით ეს შეიძლება ესეა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ბოლოს საკითხის გამარტივება სერიოზული. და სიამოვნებაში ჩვენ გვაქვს, მაგრამ ჩვენ რაც მივიღეთ, ეს ვეროთ უფრო ვფიქრობ კატასტროფულია და ვეროთ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მივართოთ იმაზე, რომ ეს ვითარება შეცვალოს. ჩვენ მივიღეთ შერჩევით იდენტობა. ანუ ეს შეიძლება გარედან იყოს კარგი და ერთ შეხედვით არის გადასარევი, როდესაც ქართულ ადამიანს წესები შეუძლია აერჩიოს თავისი საფუძველი იდენტობა, ამიტომ მას შეუძლია სიტუაცია იყოს ოკუპაციის მომხრე, არ იყოს ოკუპაციის მომხრე, იყოს პატრიოტი, არ იყოს პატრიოტი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს არადაირი შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე. ეხლა ეს არანაირად არ ნიშნავს ინდოქტრინაციას ძალიან ხშირად, როდესაც ამას ვამბობ, ჩემი სიტყვები არის ინდოქტრინირებული, როგორც ინდოქტრინაციის სურვილი. ყველაზე თავისუფალი სკოლები, როგორც მინახავს მსოფლიოში არის ისრაელში, სადაც ბავშვები არის რამდენიმე სკოლა, სადაც ბავშვები საზღვართან და ძალიან ძნელები საზღვართან თვითონ ირჩევენ რა უნდა ისწავლონ. ეს რეალურად ეს არის ფეიქი, მართლა ირჩევენ და იქ იდენტობა არჩევითი ნამდვილად არის. რატომ ეს? პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა წლების განმავლობაში, ანუ მე ვსწავლობდი სკოლაში, სადაც ხდება სოციალიზაციის პირველი საფეხური და ბავშვები ვსწავლობდნენ დღეს არჩევნებში ვსწავლობდნენ, სკოლაში იყო დაახლოებით ერთი და იგივე. ანუ ეს არის, ესე იგი, იდენტობის დოგმატური კონსტრუირება. იმას საერთოდ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ისტორიაში. კიდევ? ის გამბოთ არ არის საქართველოს ისტორიაში. ეს არის უბრალოდ ძალიან მოუხეშავი ცდელობა ინდოქტრინაციის მასშტაბებსაც გასაკუთრებით მაგალითად საკითხი ეხება რუსეთთან მიტოვებას და ოკუპაციას. იმიტომ რომ აი როგორ მოსწავლობდი საბჭოთა კავშირის პერიოდში და იყო რაღაცა მოწოდებული დოკუმენტი, ზუსტად ისე არის მოწოდებული ის, რომ ესე ქართველები მართლები არიან რუსეთის წინაშე, ანუ არაფერი გასაჟიები ადამიანს არ ჩაქვს. არადა რეალურად გარემო ცივილიზაციის გარემო არის ორიენტირებული კრიტიკულ აზროვნებაზე. სულ ეს საკითხი კომპიუტერში შეხედავთ, ინტერნეტში შეხედავთ, გარედან რაღაც ნახოთ, სულ არის არჩევანი, სულ არის ალტერნატივები, ხო? ამ დროს ქართულ სახელმწიფო მაქსიმუმ რაც დაკეთებენ, აწოდებენ ესე იგი
სტიმულაციულ ალტერნატივას. იქ ასაჩვენე არაფერი არ არის. რუსი სულიად დამეცურა და απλოდ აი ამ დონეზების საჩვენო საკეთება. აქ ქართველი ძალიან მომაცე თუ ისე რა. დედა ესაა. ეს ბუნებრივია ბანებს კონკრეტულად შეიძლება ნაციონალურობას ამ იდეისათვის ეს ერთი მხარეა და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეს ყველა ახალგაზრდა მოპროტესტე ასება თავისუფლად და ბუნებრივ უპირისპირდება იმას რაც პრინციპულად განსხვავდებებისაგან რასაც მოწონდა რასაც ხდება ეს ერთად მეორე როგორც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის ეს საკმაოდ მოხეშავი ცდელობებია რაც ხდება აი ბოლო წლების რომელიც გამოჩნდა ტრამპის სახელმწიფოებში არაფერი მას არის ხო თუმცა ესე რომ ჩვენ ესე იგი შეიძლება რაღაცა საკითხებში ვერ ვთანხმდებოდეთ მაგრამ ზუსტად გვაქვს საშუალებების და მეთოდების და დოკუმენტების და პრობლემების რომლითაც საერთო იდენტობა მოსწავლეებმა და ბავშვებმა შეიძლება მიიღონ ჯერობის საფუძველზე და არა ინდოქტრინაციის და არა ლოცვის საფუძველზე. ეხლა ლოცვას არ შეიძლება რა. ეს მოუხეშავი არის, რაც დაკეთება სამართლებრივ და საფუძველოდ აი ამ ბოლო 9 წლის და ბოლო 29 წლის განმავლობაში ეს სამშესო არ მოხდა. სამაგიეროდ ასე იგი იცით მაგრამ ინდოქტრინაციის კულტურა ძალიან კავშირში რიტუალთან. მოხეშავი ინდოქტრინაციის კულტურა პლუს რიტუალი არის უკეთესი ვიდრე უბრალოდ მოხეშავი ინდოქტრინაციის კულტურა. ამაში მოხდა პარალელური იდენტობის შექმნა ამის გამო და ეს რელიგია, მართლმადიდებლური რელიგია, ეკლესია, რომელიც საქართველოში არის ძალიან გავლენიანი, არის პარალელური იდენტობის მატარებელი, რომელიც ასევე ინდოქტრინალური. შედეგად, თავად შედეგად მივიღეთ აი თეორიაში, ვითარებაში მივიღეთ ესეთი ვითარება, როდესაც თავად კითხვა იდენტობის სად იწყება უცხო არის განსხვავებული პასუხი. უცხო აღნიშნავს მტერს, უცხო ნიშნავს ვინც არის შენი განსხვავებული. ამ კითხვაზე საქართველოში სწორედ ეს არის არჩევანი. სწორედ ამას ირჩევს ქართველი ადამიანი იმის დამხებით, როგორცაც გაიზარდა, როგორ მეგობრები ყავდა, როგორი პერსპექტივები აქვს მას და როგორ წარმოგვიდგენია მას საკუთარ პერსპექტივაზე. ეს რომ უცხო აღნიშნავს სადაც შენი მტერი, უცხო ნიშნავს სადაც მაგალითად საქართველოში ყვა შეიძლება იყოს ისა ეგეთი წარმოდგენა რომ ჩვენ და ამერიკელები ერთი ვართ, ხო? სულფლავენ განსხვავება. ჩვენ და რუსები ერთი ვართ და განსხვავების დრო კონტროლობდი ეს კონტროლთან. ამიტომაც ვახტის საერთაშორისო დამსახურებული ვახტის მდგომარეობაში როგორც ეს იყო. როგორც შუა საუკუნეების სახელმწიფოში იყო, როდესაც არის დადგენილი სასწავლო. ანუ როდესაც დადგენილი შეიძლება აიჩი. მე ვარ ამი, ამ გერმანელი, ამ პოლონელი. და ამას საკეთებ და ის ხერხები სადაც ყავდა ხო. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი კითხვა, სად იწყება უცხო, ეს უცხოობა არის ეს ნიშნავს არ მარტო იმას, რომ და იმას არანაირად არ ნიშნავს, რომ მე უპირისპირდები, ეს ნიშნავს, რომ მე საზღვარგრებ, სად შეიძლება ავტონომიურად გამოგო საკუთარ თავად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო კონსოლიდაცია, საჭიროა არა მარტო აღსანიშნავი კომუნიკაცია, არამედ უპირისპირდება საჭიროა საკუთარ ჩვენებზე და საკუთარ საზოგადოებაზე ფიქრი. ანუ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართული სკოლა მართლაც დემოკრატიული საკუთრებში მიდიოდეს საქართველოში პოლემიკა იმაზე ინტერნეტი აკონტროლოთ თუ არა. ეს მინისტრს, ანუ შენობა მინდა მინისტრის პოლემიკა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ მიყოთ იმისა, რომ ეს შეხედვით აი ეს უცხო დადგმის ძალიან მიზეზს, ძალიან გასუნარეს პროცესს, ეს არის ის, სადაც საბოლოოდ დაგჭირდება ქართული დემოკრატია. და ამასაც გამოსავალი თუნდაც ის რომ მოდი გავაკეთოთ ისე